თბილისის ზღვისუბნის მეორე მიკრორაიონში მცხოვრებ 100 ოჯახს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება. კორპუსებში, რომელთა მშენებლობა ჯერ კიდევ 90-იან წლებში შეჩერდა, 2002 წელს სოციალურად დაუცველი ადამიანები შეიჭრნენ. დღეს კი მათ ეუბნებიან, რომ ბინები გაყიდულია და კორპუსი უნდა დატოვონ. წლების განმავლობაში ეს ხალხი არავის მოუკითხავს, დღეს კი მათ ეკონომიკის სამინისტრო ბინებიდან ასახლებს. სარეცხს სიცოცხლის ფასად კახნიაშვილების 6-სულიანი ოჯახი უკვე მე-13 წელია აშრობს. მშენებარე კორპუსის მერვე სართულზე ოჯახი 2003 წელს შეიჭრა. შავი კარკასი დიდი ხნის მიტოვებული იყო. მას შემდეგ ამ ბინაში ცხოვრობენ, თუმცა სოციალურად დაუცველი სტატუსი დღემდე არ აქვთ. მიზეზი კი ის არის, რომ რძალი სომხეთის მოქალაქეა და სოცდაუცველთა სიაში მისი დარეგისტრირება ვერ ხერხდება. ახლა ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ნინო კახნიაშვილია, რომელიც დამლაგებლად მუშაობს. ჩიყი მაქვს. ჩიყი მასაც ვერ არის. ბავშვობა როგორ ვინახავ? გმარი ფეხი მოტეხილი, არასწორი ფეხი არის. ახლა მაგისტრის მუშაობა, ძიმე მუშაობა არ შეიძლება. ცხოვრობთ აიგრე, რაღაცის საშუალებით აი შპალიერიც გავაკარე უკვე ეგ ფეჩისგან არის ეგრე გაშავებული. აი ბავშვი შემეძინა შვილიშვილი. აი ღმერთის წყალობით ვართ აქ, რა ვიცი, ამაზეც კიდე ვიღაცა გვედავება. ზღვისუბნის მეორე ამ მიკრორაიონის თითქმის ყველა მოსახლე კახნიაშვილების მსგავს გაუსაძლეს პირობებში ცხოვრობს. თუმცა დღეს მათთვის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ. კორპუსებში 2002 წელს შეჭრილ ოჯახებს უბნის ინსპექტორმა ბინების დასაცლელად ადგიანი ვადა მისცა, რომელიც ხვალით წურება. რასაც აქ უყურებთ, არის ჩემი ნაწვალები. შუქი არის, წყალი არის თუ სველი წერტილები თუ კი რამე ყველაფერი არის ჩემი გაკეთებული. შემოვედი, იყო ცარიელა კარკასი, არაფერი აქ არ იყო. ვწვალობ 10 წელია ვაკეთებ, 4 შვილით. ინვალიდი მეუღლით. სად უნდა წავიდე? კორპუსების მშენებლობა მეტრომშენის მუშებისთვის 3-10 წლეულის წინ დაიწყო, თუმცა 90-იან წლებში შეჩერდა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა. შემდეგ თბილისის მერიას გადაეცა. ბოლოს ისევ ეკონომიკის სამინისტროს დაუბრუნდა. თუმცა ზღვისუბნის კორპუსებში თვითნებურად შესახლებულთა ინფორმაციით ცოტა ხნის წინ ბინები რამდენიმე მოქალაქეზე გასხვისდა და მათ გამოსახლებას სწორედ ამიტომ აპირებენ. გავაკეთეთ მაწვარი გავაკეთეთ წყლის მაწვერები დადგეთ იმიტომ რომ არ ქონდა წყალი კანალიზაცია გავაკეთეთ შეძლებს დაგვარად როგორც შეგვეძლო გავუყენეთ ბოლომდე გავაკეთეთ კიბე კიბე არ არსებობდა აქ ფიზიკურად ეს კიბე არ არსებობდა მასასვლელი ეს გავაკეთეთ სახელურები ქალაქელი წოლვილები ვართ ნამდვილად ზღვისუბნის მეორე ამ მიკრორაიონის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაში უკვე ჩაერთო ნაძალადევის რაიონის ახლა დანიშნული გამგებელი საზაგაბუნიას თქმით საკითხი საკმაოდ რთულია რადგან კორპუსები სხვა დროს სხვა უწყებების დაქვემდებარებაში იყო ყველა შეაძლო ვერსიას რომელიც შეიძლება გამოდგეს საიმისოთ რომ მოსახლეობის ინტერესებიც იქნას დაცული რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მეორე სხვა რა თქმა უნდა სახელმწიფოს თავისი ლეგიტიმური ინტერესებიც იქნას დაცული ამიტომაც ამას ალბათ ჭირდება კომუნიკაცია ჭირდება საუბარი ისიც მე როგორც ნაძალადევის რაიონის გამგებელი მზადა ვარ და ამისთვის დღესვე გამოვყავ შესაბამის დროს და საათებს მოსახლეობისთვის ჩემი მეგობარი მეძახდა და ჩემ დას ვიჭირე მაგრამ ვერ დამჭირა და ნოდარი ახლა 13 წლის არის 10 წლის წინ მეხუთე სართულიდან უმოაჯირობის გამო გადავარდა და სასწაულებრივად გადარჩა ამის შემდეგ მოსახლეობამ საყრდენების თვითონ დაამონტაჟა ამ ხნის განმავლობაში ეს ხალხი სახელმწიფოს არ მოუკითხავს დღეს კი 100 ოჯახი საკუთარი სახსრებით დასრულებული კორპუსებიდან გამოსახლების მოლოდინშია